ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში საუბრობდი იმაზე, თუ რამდენად გაიზარდა ეს ლიგა მეტად. არა მარტო სპორტული კუთხით ახლა მე რაც არ უნდა ვილაპარაკო, უკვე ყველა უყურებს იმას, რა დონეზე არიან გუნდები გაზრდილები, რა დონეზე არიან ფეხბურთელები მომზადებულები. პრაქტიკულად აი ერთი წამითაც კი მოდუნების საშუალება არ გაქვს და თუ ეს ყველაფერი მაინც მოხდა, რაღაც სასწაული თუ გიხსნის, იმიტომ რომ თითქმის ყველა ეგეთი მომენტი გოლით თავდება. წამიერად იცვლება ყველაფერი. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამისთვის უნდა მოვემზადოთ და ვიცი და მესმის აპრობლემების წინაშე ვარ, ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელსაც ძალიან მაღალი ამბიციები აქვს, ძალიან დიდი შემადგენლობა აქვს სიღრმის კუთხითაც, მრავალპროფილური ფეხბურთელები ვართ, მაგრამ მოედანი არის აუცილებელი. და აი მაგალითად გუშინდელი ეს ვარჯიში, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, მე დარწმუნებული ვარ, შემდეგი თამაშისთვის იქნება ნაყოფიერი. იმიტომ რომ ის პრობლემები, რაც იყო, მშვიდად ვისაუბრეთ, დავალებები, რაც იყო ჩემთან გაცემული, თითქმის ყველაფერი მაღალ დონეზე შესრულდა, რაც მე მაძლევს ოპტიმისტურ განწყობას მომდევნო თამაშისთვის. კრისტალბეთი ძალიან ძლიერი გუნდი არის, საკმაოდ ტექნიკური მოთამაშეები. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ფიზიკურად ძლიერი კონდიციის მქონე ფეხბურთელებიც ყავთ. გამოცდილება ძალიან დიდი უმაგრებს სულს. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო 40 წუთი გველოდება და ვფიქრობ ჩვენ აი ამ თამაშზე მართლა მენტალურადაც და ფიზიკურადაც მომზადებულები ვართ. ის ფაქტი, რომ ლევან ბოტკოველი დაგვიბრუნდა, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ყველაფერს თავით ავანებოთ. ბოტკო იყო ზუსტად ის ფეხბურთელი, რომელიც შარშანდელ სეზონში ამ გუნდის ბომბარდირი იყო. ბოტკო იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა როლში ვიყენებდით, იმიტომ რომ მისი ფიზიკური კონდიციები იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გამოგვეყენებინა სხვადასხვა როლში. და იგი ყოველთვის თავის მაქსიმუმს აკეთებდა, რაც გუნდის ასე ვთქვათ, დადებით შედეგს ყველა ხედავდა. ორი ფინალი, რომელიც შარშან ვითამაშეთ, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც მოგხსნევს ძალიან ცუდად. ის რომ გავიარეთ ფანტასტიკური გზა ერთი არის, მაგრამ ის მომენტი, რომ ჩვენ სამწუხაროდ ორივე ფინალში და განსაკუთრებით კლინეული იყო მერის თასის ფინალში აჭარა ჯგუფთან წაგება, ყველა იმ გაშვებულ გოლში რაღაც აი ეს ტკივილი, ბოროტი აჩნილი თითქოს მოყვება. მაგრამ იმ მოთამაშეებით, რომლებიც წელს მოვიდნენ ჩვენთან, ის გუნდი, რომელიც მათ დახვდა, რაღაცნაირად გონია, რომ ჩვენ რაღაც ახალ მემკვიდრეობას ჩამოვაყალიბებთ, სადაც თან ძალიან მალე და ეს გუნდი გახდება დომინანტური. ანუ ამ გუნდს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ ითამაშოს ძალიან კარგი დაცვა, ითამაშოს ძალიან ეფექტური შეტევა, დაიჭიროს ტემპი, აკონტროლოს ყველა ის მომენტი, რაც დაჭირდება, ის რომ გააკეთოს. და ამ ყველაფრისთვის ჩვენ ვიშრომებთ ბევრს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში რაღაცნაირად დატრიალდება სასიკეთოდ, იმიტომ რომ ეს ადამიანები აქ შემთხვევით არ არიან შეკრებილები. ვუყურებ და ამაყი ვარ იმით, რომ გუნდი, რომელიც რეალურად რამოდენიმე თვის წინ ჩამოყალიბდა, დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის ფეხბურთის განვითარების ფონდს, მათი ძალიან ესეთი კარგი მეგობრობი და გორჩიდრომით ეს პროექტი კარგად ვითარდება. მე მჯერა, რომ ჩვენ უფრო მეტ დასამახსოვრებელ მატჩს შევქმნით ერთად და საბოლოო ჯამში მივახცევთ იმ შედეგს, რის გამოც ეს გუნდი შეიქმნა. დასასრულს ვიტყვი იმას, რომ მასტერლიგა გვაძლევს ჩვენ мотивაციას, რომ ვიყოთ უკეთესები, იმიტომ რომ როდესაც ტურნირი ასეთი მაღალი სტანდარტით ტარდება, შენ უბრალოდ არ გაქვს უფლება მოდუნდე და არ შეხვდე თითოეულ მატჩს მომზადებული. კი, პრობლემები არის, რაც ვთქვი, თუმცა ეს ამ ტურნირთან არაფერ შუაში არ არის. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მაღალი მოწოდების სიმაღლეზე და უნდა ვიყოთ სამაგალითოები ბევრი ასპექტი და მე დარწმუნებული ვარ, ჩემი ფეხბურთელები ამ ყველაფერს იაზრებენ და ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ მივახციოთ იმ შედეგს, რაც მთელი გულით გვსურს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება.